ეს არის ისტორია ქართველ ქალზე, რომელიც ამ დრომდე უშბის ლეგენდად რჩება. მარინე უთმელიძე დაიბადა 1921 წელს. მისი, როგორც მთამსვლელი სპორტული ბიოგრაფია, სტუდენტობის პერიოდში დაიწყო. როცა ალპინიზმის 20 წლის თავთან დაკავშირებით, მყინვარწვერზე ავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი მონაწილე იყო მეორე კურსის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი მარინე უთმელიძე. მე პირველად თასვლობის შესახებ სკოლაში ავდნენ პედაგოგები, ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. ქაბატონ ალექსანდრას თანაკურსელიც იყო, ეს იყო ვასასი კავანდარიშვილი, მათემატიკას გვასწავლიდა. ძალიან ძლიერი მასწავლებელი იყო. ასევე ფიზიკას მასწავლიდა ვანო კოკავაძე. ვანო კოკავაძეც პირველი ასვლის მონაწილე იყო მყინვარწვერზე. ეს იყო უძნელესი, ურთულესი, დღევანდელ პირობებთან შედარებით ის იყო 10 ჯერ კიდევ უფრო უარესი, იმიტომ რომ გამოკვლევები არ იყო იმ მთებისა ისეთი, როგორც დღეს აღჭურვილობა და ჩასაცმელი, რა თქმა უნდა, დღეს რო არის ამის მსგავსი, არ იყო არაფერი. მოხევებს ნათქვამი აქვს, რომ დადიოდნენ მთაში ისინი ბანდული ზემოდან ტყავი, ქვემოდან თასმებით და თივას ჩააგებდნენ და გვეტყოდნენ ეს მოხევის ბიჭები, რომ ბანდული ჩვენი საუკეთესო სამოსი არისო. წყალი როგორც შედის, ისე გამოდის თავისო თვათო. ყინულებშიდაც ესე დადიოდნენ, თივა ქონდა ჩამული, შალის წინდა სამოსად ეცვათ და გაიხდიდნენ, გააშობდნენ, შეისვდნენ. ერთ სიტყვით, დიდად გამომწვევი არის ეს მთა. აი რო წავიკითხე ეს ყველაფერი ეს ჩანაწერები, რაღაცა ჩემშიდაც ჩაიბუდა. ამ ბატონ ვანოს რო უყურებდი ჩემი ფიზიკის მასწავლებლებს, როგორ ავიდა მყინვარზე, მით უმეტეს ახლა ვისაც ილია წაუკითხია, ყველა ეთაყვანებოდა ამ მწვერვალს. აქედან იყო ჩვენ საზრუნებაში ჩაბეჭდილი ეს მყინვარწვერის სილამაზე, დედოფლობა როგორც ეძახდნენ მას. ამის შემდეგ მარინე აქტიურად ჩაერთო მთამსვლელობაში. მონაწილეობდა ალიოშა ჯაფარიძისა და კოტე ჯავრიშვილის ხელმძღვანელობით მოწყობილ საქართველოს ალპური კლუბის ექსპედიციებში. მარინე უთმელიძე მოვიდა ქართულ ალპინში 1953 წელს. ჯერ კიდევ სტუდენტი, თბილისის უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა მისი ლექტორის, დოცენტ მელეტი სანებლიძის ექსპედიციაში, სადაც ამ წყნარმა მორინდებულმა ესეთმა გოგომ გამოიჩინა ესეთი ვაჟკაცური შემართება და ესეთი სულისკვეთება, რომ შემდეგ ყველა მიაქცია ყურადღება. და რასაკვირველია, იმავე წელს ის მოხვდა უკვე ალიოშა ჯაფარიძის ექსპედიციაში, კოტე ჯავრიშვილის ექსპედიციაში და წავიდა. ამის შემდეგ დაამთავრა მან უნივერსიტეტი და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1957 წლიდან უკვე თვითონ ხელმძღვანელობდა ასვლებს კავკასიონზე.
მარინე იყო პედაგოგი და მთამსვლელი. იგი მთელს თავის გამოცდილებას მოწაფეებს გადასცემდა და პატარა გოგო ბიჭების სამშობლოს მთებში დაჰყავდა. თავისივე შედგენილი და მეთოდურად შემუშავებული, რთული და ამავდროულად მეტად საინტერესო მარშრუტით. (1959) წელს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწის ზია ერისთავის მიწვევით მარინე იწყებს მუშაობას პიონერთა სასახლის ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტში პედაგოგად. სადაც ქართველი მთამსვლელი ქალი ალექსანდრა ჯაფარიძე მუშაობდა და მთამსვლელობის ანბანს ასწავლიდა ბავშვებს. რაც შეეხება ალექსანდრა ჯაფარიძის და მარინას ურთიერთობას, ეს იყო დედაშვილურიც, ეს იყო დედმამიშვილურიც და ეს იყო თანატოლის ურთიერთობაც. ყველაფერი ეს ერთად იყო. ეხლა ეს ალბათ გამოწვეული იყო, ახლა რო ვფიქრობ და ახლა რო ვკვირდები, გამოწვეული იყო ორივეს ხასიათიდან. აი მარინეს მოკრძალებულობა რო არა, მარინეს მორიდებულობა რო არა, მაინც ასაკით უფროსი იყო რაღაცა. ესეთი ის ალექსანდრა შეიძლება არ გაჩერდოდა მის მიმართ. მაგრამ ყველანაირად იყო აი მართლაც შემკული თავის ხასიათით, თავის ამ ურთიერთობებით, თავის დამოკიდებულებით, იგივე ბავშვებთან, იგივე საზოგადოების წარმომადგენლებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობა როგორიც ჰქონდა, ერთნაირი ხასიათი ჰქონდა და მე დავწერე კიდევაც მე მზია ერისთავმა ალექსანდრას და მარინას რომ მიიყვანა, მზიას ჰქონდა საოცარი ალღო ადამიანების შერჩევის და ადამიანებთან ურთიერთობის. და ეგ დავწერე სწორედ რომ მზია ერისთავი ჯერ კიდევ როდის ჩაავლო და როდის დაინახა და როდის მიხვდა იმას რომ თუ ვინმე გააგრძელებდა ალექსანდრა ჯაფარიძის გზას დასრულებაში, ეს იყო მარინა უთველიძე და ამიტომაც მოიყვანა და დააკავშირა ერთმანეთთან. 53 წლიდან გავიცანი ურთავ ერთად ეს დაცმანი, როდესაც შედგი ფეხი პირველად მე 53 წელს მივიღე მონაწილეობა ალპინიზმის 20 წელსთავი იყო და ქაბატონ ალექსანდრამ გაგვაცილა ჯგუფი უნივერსიტეტის ჯგუფი. ყველაფერს გვიხსინა დაწვრილებით, როგორც დედაშვილს დაავანებს, ისე მოძღვრავდა ეს ქაბატონი და მაშინ შევხედე ამ ქალს. უცნაურობა იყო, აი 53 წლიდან მისი გარდაცვალების უკანასკნელ დღემდე ვიყავი ქაბატონ ალექსანდრაზე დამკვირვებელი. ვინ იყო ეს ქალი? სათნო, უმანკო, უმციკლო, მოკრძალებული და მეორე მხარეს მამაკაცებზე უფრო მეტად შეერკინებოდა ამ თევს, ვერ გაიგებდი ის დასრულებოდა მისი სამოსი, მისი საძილეტო, მაგრამ არ დაიწუწუნებდა, შიოდა თუ არ შიოდა, სხვა იტყოდა რომ მე შია არ შემიძლია მაწუხებში მშილინე და ეს მქონდეს. არავითარი სიტყვა ზედმეტი მისგან არ წარმოსდგებოდა. აი ესეთი შევნებოდა ხოლმე ამ თევს და აღწერდა გამარჯვებას. მარინე უთმერიძეს ბევრი შესანიშნავი მარშრუტი აქვს გავლით. 100-ზე მეტი ასვლა კავკასიონის მწვერვალებზე. რომელთა შესახებ ის პირად დღიურებშიც აღწერს. 1959 წელს მონაწილეობდა შეკრება სემინარში, კლდეზე ცოცვაში, საჯობის წოდების მისაღებად. დაიკავა ქალთა შორის მესამე ადგილი. 1959 წელს ზამთრის პერიოდში ხელმძღვანელობდა მოსწავლეთა სათხილამურო შეკრებას დაბა ბაკურიანში. 1950 წელს, როგორც ინსტრუქტორმა მოაწყო საკვალიფიკაციო ასვლები ცენტრალურ კავკასიონზე. ჩატარებული აქვს მე-4-მე-5 კატეგორიის სიძნელის ტრავერსები, დალაყორას და სვეტღარის ქედზე. 1951 წელს მონაწილეობდა ალექსანდრა ჯაფარიძესთან ერთად ინსტრუქტორად მოსწავლეთა ალპინიადაში, მწვერვალ ყუროზე. 1952 წელს მონაწილეობდა უშფის ქედის ტრავერსში, ჯგუფის წევრები, თორნიკე ტატიშვილი, სარგის ცაიშვილი და ჯუმბერ მეძმარიაშვილი. მის სპორტულ ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანი იყო 1952 წელი, როცა მთის მეგობრებთან ერთად
უშბის ორივე მწვერვალის ტრავერსი განახორციელა. უშბა ორთავიანი მწვერვალი საქართველოში, სამეგრელოს ზემო სვანეთის მხარეში, ბესტიის მუნიციპალიტეტში. ეს არის უკიდურესად კომპლექსური მთა, რომელსაც ორი გამოკვეთილი მწვერვალი აქვს და 50-ზე მეტი განსხვავებული მარშრუტი. აქვს სამხრეთი და ჩრდილოეთი მწვერვალი. უშბა ითვლება ყველაზე რთულად მისაღწევ მწვერვალად კავკასიაში. ტრავერსი. ეს არის ალპინისტების გადასვლა მარშრუტით, რომელიც გადის მთაგრეხილის თხემზე და მოიცავს რამდენიმე მწვერვალს. ამ მონაწერი ძველი გაზეთიდან. ზემო სვანეთიდან სასიხარულო ცნობა მოვიდა. იტყობინებოდნენ, რომ 4 ახალგაზრდა მთამსვლელმა, მარინე უთმელიძემ, თორნიკე ტატიშვილმა, სარგის ცაიშვილმა და ჯუმბერ მეძმარიაშვილმა ბრწყინვალედ დაამთავრეს უშბის ორივე მწვერვალის ტრავერსი. მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში 7 დღეში დალაშქრეს უშბის ორივე თავი და შეღებებისას ჩავიდნენ სოფელ მაზერში. ეს არის ყველაზე ახალგაზრდა ჯგუფი, რომელიც კი ყოფილა კავკასიონის ამ ურთულეს მწვერვალზე. ხოლო მარინე უთმელიძე პირველი ქართველი ქალია, რომელმაც უშბის ორივე მწვერვალის ტრავერსი განახორციელა. მარინე სარგისი თორნიკე და მე არაერთ მწვერვალზე ვყოფილვართ ერთად. დაგვილაშქრავს შხელდის უკიდეგანო მასივი, ლეღზი რთაო და თეთნულდი. ერთადვე განვახორციელეთ დალაყორას ქედის ტრავერსი. წელს კი სახელგანთქმულ უშბასთან შებრძოლება გადავწყვიტეთ. ღირსეულ მოწინააღმდეგედ დაგვხვდა უშბა. იგი ხომ განუმეორებელია თავისი ციცაბო, ყინულოვანი ფერდობებითა და შვეული კლდოვანი კედლებით. ჩვენ სასვლას უამინდობაც დაერთო. 3 დღე უნაგირეზე მოგვიმწყვრიან ისმა და ქარბუქმა, მაგრამ ბოლოს მაინც დავძლიეთ ყოველგვარი დაბრკოლება. სახელოვანი ალპინისტის, ჯუმბერ მეძმარიაშვილის მოგონებები. ეს იყო მარინე უთმელიძის უდიდესი წარმატება. მიიღო სპორტის ოსტატის წოდება მთამსვლელობაში და გახდა არაერთი პოეტის მუზა. ალბათ ბევრმა იცის იოსებ ნონეშვილის ლექსი და მასზე შექმნილი სიმღერა. ექსახე მყინვართა სარკეშიც მინახავს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ ლექსის შთამაგონებელი პიროვნება სწორედ მარინე უთმელიძეა. მე მაინც მინდა მის თავდაბლობაზე შევჩერდე. ეხლა ბევრმა არ იცის და მე არაერთხელ დავწერე კიდევაც, იმიტომ რომ არ მიყვარს როცა რაღაც ისტორია ყალბდება და თქვათ ერთის დამსახურებას მეორეს მიაწერენ ან პირიქით და უნდა ითქვას რომ დღემდე აი ჰიტად არის ქცეული იოსებ ნონეშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა ექსახე მყინვართა სარკეში მინახავს. იოსებ ნონეშვილმა მარინე უთმელიძეს მიუძღვნა. ახლა მარინე უთმელიძე აი გმირი იყო კიდევ ამბობ, იმიტომაც რომ სოფლიოში ის იყო პირველი ქალი, ვინც 1952 წელს უშბის ორივე მწვერვალის ტრავერსი გააკეთა და ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის შექმნისთანავე, მარინე იწყებს მუშაობას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციაში.
სადაც იგი მიიწვია ამ რედაქციის ხელმძღვანელმა, ცნობილმა მთავრობელმა და გეოლოგმა კოტე ჯავრიშვილმა. მისი ახალი ცხოვრება დაიწყო 1966 წლიდან, როცა ქართული ენციკლოპედია შეიქმნა და ენციკლოპედიაში გადავიდა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და განყოფილებაში გადავიდა როგორც უფროსი რედაქტორი. ჯავრიშვილის ასვლებში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მარინე უთმელიძეს, რასაკვირველია, კარგად იცნობდა და მოიწვია, იმიტომ რომ იცოდა, რომ ძალიან წესიერი, ძალიან პუნქტუალური ადამიანი იყო და ენციკლოპედია სწორედ ესეთი ადამიანი ჭირდა, მით უმეტეს თაში ნასიერლო კავკასიონის ზეპირად იცოდა. მარინე უთმელიძე მოგეხსენებათ, რომ გარდა მისი პროფესიული წარმატებებისა და მიღწევებისა იყო უაღრესად კეთილი და თბილი ადამიანი. ყველაფერთან ერთად მისი დამახასიათებელი თავისებურებები ხასიათის კუთხით იყო ძალიან მტკიცე და პრინციპული ხასიათის მქონე ადამიანი. ძალიან თბილი იყო ჩვენთან ბავშვებთან, მის მიშვილებთან, დიშვილებთან ურთიერთობის დროს. მარინე უთმელიძეს არ ყოლია მეუღლე, შვილები, მისი ოჯახი ვიყავით ჩვენ, მისი ძმისშვილები და დიშვილები. მარინე უთმელიძე მუდამ დაკავებული იყო საზოგადოებრივი საქმიანობით და ყველგან დიდი ენთუზიაზმით მუშაობდა. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ტურიზმის სამარშრუტო საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ალპური კლუბის პრეზიდიუმის საბჭოს წევრი. მინიჭებული ჰქონდა ტურიზმსა და ალპინიზმში რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯის, სახალხო განათლების წარჩინებულის, ტურიზმის წარჩინებული მოღვაწის, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდებები. 2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. მარინე უთმელიძე გარდაიცვალა 2007 წელს, 86 წლის ასაკში. ეს არის მცირედი ისტორია მისი მოღვაწეობის შესახებ. დიდი დრო გავიდა უშფის ტრავერსიდან და უშფა დღესაც ელის ქართულ ქალს, რომელიც გაიმეორებს მარინე უთმელიძის შედეგს. გვახსოვდეს ადამიანები, რომლებმაც ისტორია შექმნეს.